ერთ-ერთი ბოლო კვლევა იყო სხვათა შორის ერთ-ერთი ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის, რომელიც ამბობს, რომ თქვათ იგივე ასაკობრივი და ყოფის კუთხით, რა ასაკის ბავშვები არიან ყველაზე უფრო მოწყვლადები, რა ტიპის და გუდამესვა ეხლა ზუსტად. ხო, მაშინ გადავაგრძელოთ ეგ, ის რომ აი განსაკუთრებით საუბარია 10 წლამდე ბავშვი, 9-10 წლამდე ბავშვებზე. შემდეგ იყოფა რაღაც ასაკობრივი კატეგორია და 13-14 წლამდე არის ყველაზე კრიტიკული იმ კუთხით, რომ ნდობა შესაძლოა, რა თქმა უნდა, ისეთი არა აქვთ, როგორც 10 წლამდე ბავშვებს, თუმცა დაზიანების ხარისხი იმ კიბერ სივრცეში მიღებული ფსიქოლოგიური, ფინანსური თუ ნებისმიერი რაც ჩამოვთვალეთ ბულინგის ნაწილშიც გაცილებით მაღალია ვიდრე 10 წლამდე ბავშვებში ზიანზეა საუბარი. თუმცა აი ეს ნდობის ფაქტორზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნდობის დამყარებაში რამდენად, ანუ უფრო მარტივი არის შედარებით ის, რომ თამაშებიდან გამომდინარე იწყება ამ ნდობის დამყარება. ანუ თამაში, როდესაც ერთად თამაშობ და რაღაცაში ერთმანეთს ვეხმარებით, ვირტუალური როგორ ვთქვათ, ვირტუალური რაღაც მისიებში. ხო, ვირტუალურ მისიებში რაღაც ერთ გუნდში მყოფი რაღაც ხალხი. ვირტუალური თანამებრძოლები, ვირტუალური თანამებრძოლები, ბუნებრივად ჩდება რაღაც ინტერესი კი არა, უფრო ნდობა, უფრო რაღაცა და მე თავარი ამაზე დაყრდნობით არ ვიცით ის ადამიანი ვინ არის, მისი ხა დასრულებმა კარგად ვიცით, თუმცა მოზარდებს ხა განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებს ძალიან რთულია, რომ რაღაც სოფხედველობა და ის თხოვოთ, რომ როგორ უყურებს ცხოვრებას, ხო და როგორ აფასებს ზოგადად მოვლენებს და ასე შემდეგ, საითხარეს და სიკეთის თუ ბოროტების და შესაბამისად ეს არის ხოლმე ამოსავალი წერტილი, ასე ვთქვათ, იმის, რომ ნდობა მარტივად ყალიბდება და ამ ნდობით სარგებლობენ როგორც ის ადამიანები, ვთქვათ, ვისაც სექსუალური ხასიათის რაღაც ექსპლუატაცია უნდათ, ბულინგის ნაწილი უნდათ, აი ბულინგში ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები ბულინგის მიმართულებით, როცა თუნდაც თანატოლები პირდაპირ არ თხოვენ რაღაც ინფორმაციის გაზიარებას. ეს იქნება ფოტო, ვიდეო, მასალა, ან უბრალოდ ინფორმაცია, იმით ხარი ვინ მოგწონს, თქვა და მით ხარი ვინ გიყვარს, ხო? შემოვლით, შეფარვით და ასე შემდეგ. ანუ ისინიც კი ხა, რა თქმა უნდა, არ ვადარებ ეხა კამერებს და იმ რაღაც ერთი შეხედვით ძალიან მარტივ და უწყინარ ხუმრობას, რომ ვინ მოგწონს, შეიძლება მთელმა კლასმა იცოდეს მერე, ხო? ნუ ხა ამათ ცალკე შედეგები აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ შედარდება, უბრალოდ მაგალითად ვამბობ, რომ თვითონ ეს ბულერებიც და ის ბავშვები, რომლებიც ამას იყენებენ, რა თქმა უნდა, ამ მეთოდებში თავიდანვე, ასე ვთქვათ, რწმუნდებიან.